დასავლეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა იყო არაპროვოცირებული და არაფრისგან გამომდინარე. ნახოთ, რამდენად არის ეს სიმართლე და ქონდა თუ არა საკმარისი საბაბი რუსეთს, რომ შეჭრილიყო უკრაინაში და იყო თუ არა ეს რამით გამართლებული, მაგალითად რაღაცა თავდაცვითი ზომებით. ჩვენ ვიტყვით ახლა მხოლოდ ფაქტებს, დანარჩენი თქვენ თვითონ გაანალიზეთ. რუსები აცხადებენ, რომ ცივი ომის დასრულებისას, როდესაც წააგო საბჭოთა კავშირმა, ბერლინის კედლის დანგრევაზე თანხმობა გამოწვეული იყო იმით, რომ დასავლეთი დაპირდა რუსეთს, რომ არც ერთი დიუმით არ გაფართოვდებოდა ნატო აღმოსავლეთით. არის თუ არა ეს სიმართლე? საქმე იმაშია, რომ ეს სიმართლეა, რადგან დეკლასიფიცირებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ 90 წელს გერმანიის გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებების დროს აშშ სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა საბჭოთა ლიდერ მიხეილ გორბაჩოვს განუცხადა, რომ ნატოს იურისდიქცია აღმოსავლეთით ნამდვილად არ გაფართოვდებოდა არც ერთი დიუმით. როგორც დასავლეთის მიერ საბჭოთა მხარისათვის მიცემული უფრო ფართო გარანტიების ნაწილი იყო ეს. ეს არ იყო მხოლოდ ერთი რამ, ეს იყო ნაწილი. აგერ არის declassified documents NATO expansion, what Gorbachev heard by National Security Archive, George Washington University. ასევე დაოქმებულია ეს დაპირება Memorandum of Conversation meeting of Secretary of State James Baker and Mikhail Gorbachev, February 9, 1990. ასევე იგივე დეკლასიფიცირებულ დოკუმენტებში ჩვენ სხვა არამარტო ბეიკერის, არამედ სხვა მაგალითად გერმანელი ლიდერების დაპირებებსაც ვხედავთ. ანუ აბსოლუტურად ვერბალურ დონეზე ეს შეთანხმება იყო მიღწეული. ჩვენ არ გვაქვს ხელთ ესეთი ჩარჩო ხელშეკრულება, მაგრამ წერილობითაც გვაქვს ეს დადასტურებული, წერილობით ამ დეკლასიფიცირებულად. კიდევ ვიმეორებ, აქ არ იყო ხელმოწერის დონებზე რაღაცა ჩარჩო ხელშეკრულება, მაგრამ შეთანხმება ნამდვილად იყო. გორბაჩოვმა 2014 წელს და არა მარტო მან უარყო თითქოს ასეთი რამე არ მომხდარა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დიდი ალბათობით ეს ტყუილია. რატომ? იმიტომ რომ უბრალოდ ოქმები არსებობს ამ მიმართულებით. სრულიად ნეიტრალურად უდგებით, აი დაბალანსებული შეფასებები, სრულიად ნეიტრალური შეფასებები მიუთითებენ, რომ წერილებითი ხელშეკრულება არ არსებობდა, მაგრამ ზეპირმა დაპირებებმა ხელი შეუწყო რუსეთის მხრიდან ღალატის აღქმას. ანუ იყო ეს დაპირება, ამას წყალი არ გაუვა. ნატოს გაფართოების გაგრძელება 90 წლებში, ნატოს გაფართოება გაგრძელდა 90-იან წლებში და მას ძალიან მკაფიოდ უჭერდნენ მხარს ამ გაფართოებას ისეთი მნიშვნელოვანი პირები, როგორც იყვნენ ზბიგნევ ბჟეზინსკი და ბილ კლინტონი, პრეზიდენტი ბილ კლინტონი. მათი აზრით, ეს ნატოს გაფართოება ხელშეუწყობდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციას და ვაშინგტონის პაქტის ქვეყნების ინტეგრაციას. რამდენად შეუწყო ხელი სტაბილიზაციას ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვხედავთ უკრაინის მაგალითზე. სრული დესტაბილიზაცია მოხდა და ამას თვითონ ბჟეზინსკი, ასე ვთქვათ, თავის წიგნში დიდ საჯადრაკო დაფა 1997 წელს ძალიან მკაფიოდ აღნიშნავს. ასევე NATO enlargement a strategic opportunity, ზბიგნევ ბჟეზინსკი 90-იანებში ძალიან ღიად წერდა, რომ ეს იყო სტრატეგიული შესაძლებლობა რუსეთის დამარცხებისა. ჯორჯ კენანი, ლეგენდარული ჯორჯ კენანი აცხადებდა, რომ ეს იყო სტრატეგიული შეცდომა. კერძოდ არამარტო სტრატეგიული, არამედ ფატალური შეცდომა იყო დასავლეთის მხრიდან. იგი NATO enlargement and strategic opportunities, ასე ვთქვათ, საპასუხოდ, ბჟეზინსკის საპასუხოდ, მან დაწერა, ესე ვთქვით, შრომა A Fateful Error, New York Times-ში გამოიცა იგი. ისინი ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება, როგორც ჰენრი კისინჯერი იყო, ასევე ეწინააღმდეგებოდა ნატოს გაფართოებას, თუმცა მოგვიანებით გარკვეული დათქმებით დათანხმდა მას. ხო? ცივი ომის შემდეგ პირველი გაფართოება 99 წელს განხორციელდა, მიღებული იქნა ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და ამას მოყვა რუსეთის მკაცრი რეაქცია. ეს რეაქცია თვით ელცინის მხრიდან გაჟღერდა. ანუ
ის ადამიანი, რომელიც God bless ამერიკას იძახდა კლინტონის მისამართით, აღშფოთებული იყო ამ გაფართოებით. ორივე მხარის წყაროები ადასტურებენ, რომ რუსეთი აფრთხილებდა და უარყოფითად ეპყრობოდა ამ გაფართოებას. მაგალითად, ჰენრი კისინჯერი წერს, why NATO expansion was a mistake. ჰენრი კისინჯერი, ვინც არ იცის, ვინ არის ჰენრი კისინჯერი და ზბიგნევ ბჟეზინსკი, ეს ვიდეო შეუძლია გამოტოვოს. 2000 წლებში ნატოს მზარდი ჩართულობა იყო რუსეთის საზღვრებთან. 10 ახალი ქვეყანა შეუერთდა ნატოს და ასე ვთქვათ 14 ქვეყანა დაემატა ჯამურად. ახალი წევრები წახალისებულნი იყვნენ თავიანთი შეერაღებული ძალების მოდერნიზაციისკენ ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში, რაც ხშირად გულისხმობდა დასავლური, მათ შორის ამერიკული იარაღის შეძენას. ანუ ამერიკელები აქედან ფულს შეულობდნენ. აშშ-მ 2019 წელს დატოვა საშუალო და მცირე მანძილის ბირთვული შეერაღების შეზღუდვების ხელშეკრულება. მეგობრებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი დარტყმა რუსეთს, იქიდან გამომდინარე ხელშეკრულება არსებობდა, რომ საშუალო და მცირე მანძილის ბირთვული შეერაღების შეზღუდვის ხელშეკრულება არსებობდა და რაღაცა გარკვეულ გარანტიებს უტოვებდა რუსეთს. აქედანაც გავიდა ამერიკა. ხოლო 2020 წელს კი იგი ეგრეთ წოდებული ღია ცის ხელშეკრულებიდანაც გავიდა. ეგრე არის დოკუმენტები. 2016 წელს რუმინეთში ამერიკელებმა განათავსეს სარაკეტო თავდაცვის სისტემები, ხოლო პოლონეთში დაიწყეს მისი განთავსება. ამის განთავსება, რაც რუსეთმა რა თქმა უნდა ბუნებრივია ესკალაციად აღიქვა. ასევე გაიზარდა ნატოს სამხედრო წვრთნები აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც. ფორმალური შეთანხმების არ ქონის გამო სამართლებრივი თვალსაზრისით წინასწარი ვალდებულებების დარღვევა არ დადასტურებულაო Foreign Affairs წერს, რაც რა თქმა უნდა სრული ბლეფია. Foreign Affairs-ი არის Council on Foreign Relations-ის ყოველთვიური გამოცემა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ Council on Foreign Relations არ არის ანალიტიკური სამსახური მიუკერძოებელი, არამედ უბრალოდ არის Deep State. 2014 წელს უკრაინის კრიზისი ყველამ კარგად ვიცით, ანუ ჩამოაგდეს იანუკოვიჩი. 91 წლიდან USAID, უკვე ცნობილი დღესდღეობით რა არის USAID, აფინანსებდა უკრაინას და ჯამში 5 მილიარდი დოლარი გამოუყო. ასევე ჩვენ კარგად ვიცით გადარიცხვები ისეთი ოდიოზური პიროვნების, როგორც არის ჯორჯ სოროსი. ასევე 2014 წელს ვიქტორია ნულანდი რატომღაც იანუკოვიჩის შემდგომი მთავრობის შესაძლო შემადგენლობას განიხილავდა. ანუ აბსოლუტურად პირდაპირი ჩარევა მაიდანის, ანუ რეჟიმ ჩეინჯის ოპერაციაში. აგერ არის Euromaidan Revolution Ukraine from Council on Foreign Relations background and Victoria Nuland leaked phone call transcripts. გაჟონილი სატელეფონო საუბარი ვიქტორია ნულანდის. 2020 წელს მოგეხსენებათ გაიზარდა სამხედრო კონცენტრაცია რუსეთმა გაზარდა უკრაინის საზღვართან, დაახლოებით 100,000 ჯარისკაცი განალაგა და წარმოადგინა მოთხოვნები, მათ შორის უკრაინის და საქართველოს ნატოში არ მიღებისა და აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის შემცირების მოთხოვნა. ხო, რაც აბსოლუტურად უარყო დასავლეთმა და აქედან გამომდინარე რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. მეტიც მალევე 2022 წლის მარტში სტამბოლში კარგად მოგეხსენებათ, მოხდა თურქეთსა და ისრაელის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებშიც კომპრომისული შეთანხმების პროექტები განიხილებოდა, თუმცა საბოლოო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. არსებობს მაღალი ალბათობის დადასტურებული ცნობები, რომ დასავლეთის ნაწილმა, კერძოდ ბრიტანეთმა, უკრაინას ურჩია არ დათანხმებულიყო რუსეთს და სამხედრო წინააღმდეგობა გაეგრძელებინა. საიდან ვიცით? ძვირფასო მეგობრებო, რომ პირდაპირ აგერ არის Boris Johnson visit to Kiev and advice to Zelensky from multiple Ukrainian and British media reports. ანუ თვითონ უკრაინული წყაროები გვიდასტურებს, რომ
ეს ბორის ჯონსონის დამსახურებაა, რომ ომი არ შეწყდა. ასევე ნაფტალი ბენეტის ინტერვიუ ისრაელის მედია საშუალებებთან ბენეტმა უარი თქვა, რომ დასავლეთმა უარი თქვა შეთანხმებაზე. Naftali Bennett on the mediation efforts interview with Naftali Bennett, Israeli media. Istanbul peace talks, what went wrong, analysis from Carnegie Endowment for International Peace. მოლაპარაკების შემდეგ რუსეთმა ნაწილობრივ გამოიყვანა ჯარები კიევის მიდამოებიდან, თუმცა ომი რა თქმა უნდა არ შეწყვეტილა და დღესაც გრძელდება. ახლა თქვენი თო განსაზღვრეთ, რამდენად არაპროვოცირებული იყო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. მადლობა ყურადღებისთვის.